საინფორმაციო სააგენტო რეგნუმის ცნობით ყირგიზეთის პრეზიდენტმა ქვეყანა უკვე დატოვა. კურმანბეკ ბაკიევის თვითმფრინავი მანასის აეროპორტიდან ადგილობრივი დროით საღამოს 8 საათისთვის აფრინდა. თუ სად გაემგზავრა ყირგიზეთის პრეზიდენტი ჯერჯერობით უცნობია. უცნობი წყაროს ინფორმაციით თვითმფრინავის ტექნიკური მონაცემებიდან გამომდინარე ის უახლოეს მეზობელ ქვეყნებში დაეშვება. ბოლო მონაცემებით ყირგიზეთში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებების დროს 100 ადამიანი დაიღუპა და 142 დაიჭრა. დაღუპულთა შორის არიან ბავშვები და ქალებიც. ყირგიზეთის ოპოზიციის მხარდამჭერები ქვეყნის პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ. მომიტინგეებმა უკვე დაიკავეს შენობის პირველი სართული. მათ შორის არის ოპოზიციის ლიდერი და პარლამენტის ექს-სპიკერი ომურბეკ ტეგებაევი, რომელიც ხელისუფლებამ გუშინ დააკავა და დღეს გაათავისუფლა. ყირგიზეთში ოპოზიციის გამოსვლა გუშინ დაიწყო და დედაქალაქთან ერთად ქვეყნის რეგიონებიც მოიცვა. შექმნილი ვითარების გამო ქვეყანაში საგანგებო ვითარება გამოცხადდა. ოპოზიცია პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვს.